ჯინჯერის გაცვლას არ უნდა გამოიყენოთ არასდროს არც სათრელი, არც დანა, არაფერი მსგავსი. მაგის არის საჭირო კოვზი. აიღებთ კოვზის პირს. გათლით ელის მარტივი მოძრაობით. და ესე მარტივად გაეთლება თქვენი ჯინჯერი. არ ჭირდება არც დანა, არც სათლელი არაფერი და ბევრად უფრო სწრაფი იქნებით ესე. როგორც ხედავთ, საჭიროებას დაგვიგროდა ნაგავი და ამისთვის თქვენ ყოველთვის უნდა გედოთ ხოლმე ახლოში ჯამი მაგიდაზე, სადაც მოათესოთ ხოლმე ნაგავს და არ მოგიწევთ აქეთ-იქით ბევრჯერ სიარული ნაგვისთვის. ამიტომ ესე აიღებთ ხოლმე ამ ნაგავს, ჩაყრით ერთიანად ყველაფერს და მე ერთიანად ყველას გადაყრით საჭმლის გაკეთებას რომ მორჩებით. ესეც ბევრად უფრო სწრაფს და ეფექტურს გაგხდეთ სამზარეულოში. თუ გინდათ რომ მწვანელი შეინახოთ ცინცხლად, ამისთვის დაგჭირდებათ ხელსახოცი, რომელშიც გადაახვევთ თქვენს მწვანელს, დაგჭირდებათ პლასტიკი. ესე გადაახვევთ. ესე მწვანელი შეინახება თითქმის 2-ჯერ უფრო დიდი ხანი, დაახლოებით 1 კვირა. მეორე ვარიანტი თუ როგორ უნდა შეინახოთ ცინცხლად მწვანელი, არის ის რომ წყლიან ჭიქაში ჩადოთ მწვანილი და ზევიდან დააფაროთ ნამიანი ხელსახოცი და შეინახოთ მაცივარში.